საგამოძიებო მოქმედებები აქ თქვენთან ჩატარდა? არაფერად ჩატარებულა. კამერა გათიშა. გავთიშავთ, მაგრამ ჩანაწერი წაშალა. ქვეყნის უმსხვილესი აზარტული თამაშების კომპანიაში ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს ეძებენ. სუსის ფაილებში, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეს ეხება, შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ გამომძიებლები ბეთლეივში იყვნენ შესულები და თავდაცვის ექს-მინისტრის სიძის ვასილ მხეიძის მოგებული და წაგებული თანხების შესახებ სრულ ანგარიშზე წვდომა მოითხოვეს. ქალბატონო, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და იქნებ გაგვცეთ პასუხი. პირადად მოიძიეთ მაშინ ბატონი თემოს საკონტაქტო და მიმართეთ. უკაცრავად, ბეთლაივის დირექტორია და მისი ხელმოწერა აქვს სუსის ფაილებში ჩადებულ დოკუმენტებს და როდის ჩადეთ? ქალბატონო, რა სუსის ფაილები, ანუ სათხართ მოსული? ბეთლაივში, ქალბატონო. მე ყველასთან ყველაფერს ვლაპარაკობ, ქალბატონო, რა ვიცი, ცოტა ეს თქვენი ჟურნალისტური ეთიკა რაღაც დახვეწეთ. მხეიძესთან დაკავშირებით რა ინფორმაცია მიაწოდეთ? რა ინფორმაცია მიაწოდეთ უკაცრავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს? ბეთლაივის ყველა წარმომადგენელი კამერის წინ დუმს, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ აქ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დამადასტურებელი ოქმი, სადაც წერია, რომ იურისტმა მარიამ სუჯაშვილმა სუს დისკებზე ჩაუწერა ყველაფერი. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა აქ სუსის გამომძიებლები. ხო, მაგრამ არ გინახავთ? არა, ვინმე ვისაუბრა. სუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ გინახავთ? არა, ძმაუგის. ხრეკაზე რა იყვნენ მოსულები? არა. ასე არიან სულ ჩაკეტილები ისინი? შაბათის ეთერის ხელშია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჯარის ძარცვის საქმეს ეხება. ამ დოკუმენტით დგინდება, რომ აზარტული თამაშების კომპანია ბეთლაივმა სუს მიაწოდა მონაცემები თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმის, არა მხოლოდ ონლაინ კაზინოს ანგარიშებზე არსებული თანხების, არამედ თამაშების მთელი ისტორიის შესახებ. სუსი ეძებს იმ IP მისამართებსაც, საიდანაც თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა ონლაინ კაზინოში თამაშობდა. რა იჭრებს გამოძიებას, რომ ჯარიდან მოპარულ ფულს კაზინოში აგებდა მხეიძე? არანაირი ჯარის ფული ვასილ მხეიძესთან არ მოხვედრილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არ ყოფილა საჯარო მოხელე, მას არანაირი ფული არ გაუფლანგავს და სახელმწიფო ბიუჯეტთან მას აბსოლუტურად არანაირი შეხება არ ქონია. ეს დასტურდება მთელი რიგი ნეიტრალური მტკიცებულებებით და დამტკიცდება სასამართლოში ძალიან ეფექტურად, ხოლო ბრალდების ღარი კი დარჩება მხოლოდ სრუმოწმე ტუკვაძის ჩვენების იმედად. ვასილ მხეიძე აზარტული თამაშების პორტალზე ფსევდონიმით იყო რეგისტრირებული. სუსის ფაილების მიხედვით მისი სახელია ბრუცუკა, თუმცა რეგისტრაციისას მან საკუთარი საზღვარგარეთის პასპორტით ისარგებლა, რის გამოც მხეიძე ვერ დამალავდა, რომ მისი ონლაინ კაზინოს ანგარიშზე მილიონები ბრუნავს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ძარცვის საქმეზე დაკავებული მინისტრის ცოლის ძმა გამოძიებას უმტკიცებს, რომ ონლაინ კაზინოში 1,5 მილიონი მოიგო. მე ხშირად ვთამაშობ აზარტულ თამაშებს და 2023-25 წლებში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი მაქვს მოგებული ერთ-ერთ ონლაინ კაზინო ბეთლაივში. რაც შეეხება წაგებას, გაცილებით ბევრად ნაკლები თანხა მაქვს წაგებული ვიდრე მოგებული. მიდიოდა თუ არა ქრთამის სახით ჯარის ძარცვის შემდეგ მიღებული ფული კაზინოში სათამაშოდ. ამ კითხვას გამოძიება ბრალდებულს აღარ უსვამს. რამდენი მოპარეს ჯარს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფაილების მოპოვების შემდეგ შაბათის ეთერისთვის ცხადი გახდა, რომ იძიებენ არა მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალის შესყიდვებიდან მოპარულ მილიონებს, არამედ სამხედრო ცენტრ დელტასთვის გამოყოფილი თანხების მართლზომიერ ხარჯვასაც. კესარის სადემილიტარიზაციობაზე ხო სწორად მოვედით? დასრულდა აღჭურვა ვიდეო სამთვალყურო კამერებით ტერიტორიის სადემილიტარიზაციას. მეთაურთან გაგასაუბრეთ, თუ გინდა დაურეკავ, ჩამოვა და გაგესაუბრეთ. დიახ, თუ არა შეწუხდებით, იმიტომ რომ გვაინტერესებს, როდის დასრულდა ვიდეო მეთაურს დაურეკავ, ჩამოვა და ის გაგცემთ პასუხს. კამერებით აღჭურვა, რამდენი კამერა არის სამონტაჟებული და თუ იყო ექსპერტიზა თუ ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შეფასებები თუ იყო?
ეს ფონიჭალის სადემილიტარიზაციო ბაზაა. დელტას კუთნილის 3 ტერიტორიიდან ერთ-ერთი, სადაც თავდაცვის სამინისტრომ შიდა და გარე პერიმეტრზე ჭკვიანი სათვალთვალო კამერები დადგა და ამისთვის ბიუჯეტიდან 10.784.704 ლარი გამოყო. სუსის ფაილების შესწავლისას ვარკვევთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია SmartNet შორის დადებულ საიდუმლო გარიგებას ახლა ანტიკორუფციული დეპარტამენტი სწავლობს. სუსის თანამშრომლები სწავლობენ და იყვნენ აქ მოსულები? არ გესმით, რომ გალაპარაკებით? თქვენმა მეთაურმა რა თქვა, რომ არ მაქვს სურვილი გამოვჩნდეო? დავტოვოთ ტერიტორია რა. დავტოვებთ ბატონო, აუცილებლად. ბატონო? გვაწუხებთ. ხელშეკრულება 2023 წლის 16 ივნისს გაფორმდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ სამხედრო ცენტრ დელტას ბაზების ვიდეო სათვალთვალო კამერებით აღჭურვის პროცესში მაღალჩინოსნებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს, რის გამოც ბიუჯეტს რამდენიმე მილიონის ზარალი მიადგა. სუსი ახლა იძიებს მოიპარეს თუ არა აქედან ჯარის ფული. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მასულები იყვნენ აქ? და ყოფილიყვნენ წესით რა, როგორც ვიცი, უნდა ყოფილიყვნენ. ხარ დოკუმენტაცია არ ამოუღიათ ამ კომპანიიდან? დოკუმენტაცია კი ამოიღეს. კი ამოიღეს. კი, დოკუმენტაცია ამოიღეს, მაგრამ ეხა სუსიდან იყვნენ ისინი, თუ რაღაცა კრიმინალ-პოლიდან, თუ საპატრულო პოლიციიდან, ეს არ ვიცი, მე ვცდილობ, რომ უფრო დაზუსტებით გავუცეთ თქვენ კითხვას პასუხი. როდის იყო თუ გახსოვთ ბატონო გიორგიეს, რა პერიოდი იყო? ზაფხულის პერიოდი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ. კომპანია SmartNet-ში გვიდასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი ოფისიდან წაიღო თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მთელი ფინანსური დოკუმენტაცია. კომპანიის თანამშრომლები შაბათის ეთერთან ყვებიან, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები კომპანია SmartNet-ის ოფისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ. თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ საიდუმლო ხელშეკრულების გასაიდუმლოებაზე ხელი მოაწერინეს და ყველაფერი, რაც დადებულ კონტრაქტს ეხებოდა, საგამოძიებო უწყებებში წაიღეს. რა შეკვეთა გქონდათ, რა უნდა შეგესრულებინათ? რა მოითხოვა თქვენ ხელშეკრულებით, რა არის გათვალისწინებული? ჭკვიანი ვიდეო სამეთვალყურო სისტემის მონტაჟი, როგორც მაქვს ინფორმაცია. საიდუმლო ხელშეკრულება იყო? საიდუმლო ხელშეკრულება იყო, დიახ. 10 მილიონიანი, ხო? კი, მაგრამ მე თუ არ ვწდები, არ ვიცი, განსაიდუმლობდა ეს ხელშეკრულება. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ 10 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ბაზებზე კამერების დასაყენებლად გამოიყო, რეალური ღირებულება არ იყო და ფასი ხელოვნურად გაზარდეს. ჩნდება კითხვა, ვის ჯიბეში წავიდა ფული. ჩვენს მიერ მოპოვებული საგამოძიებო მასალებით დგინდება, რომ ამ საქმეზე დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ბურჭულაძეს ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და შესყიდვების ყოფილი შეფი ვლადიმერ ღუდუშაური. SmartNet-თან დადებულ ხელშეკრულებებსაც სწავლობს საგამოძიებო უწყება ანტიკორუფციული სამსახური. რა თანხაზე არის საუბარი და რას იკვლევს გამოძიება ამ ეტაპისთვის? გამოძიების მიმდინარეობასთან და დეტალებასთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა მიმართოს. ანუ რა გამოდის ბატონო ირაკლი, რომ დელტას გავლითაც ფული ტყდებოდა და იპარავდა ჯუანშერ ბურჭულაძე, მათ შორის დელტას აღჭურვილობისთვის? რა გამოდის, რა არ გამოდის, მე ვერ გეტყვით, მაგრამ გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ. გასაგებია, თუმცა ეს საჯარო ინტერესის საკანია. ქართული ოცნების თავდაცვის მოქმედი მინისტრი ჯარის ფულის მოპარვის შესახებ კითხვებს არ პასუხობს. ირაკლი ჩიქოვანი გამოძიებასთან გვამისამართებს. ბატონო ირაკლი, ანუ ფული რა თანხაზე არის? რა თანხა არის მოპარული? ანუ რამდენი წაიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ რო გითხრათ? არ გჩხუბობთ ბატონო ირაკლი, გელაპარაკებით. რამდენი წაიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ? ვისთან შედგა გარიგებები ბატონო ირაკლი? გამოძიების მასალებით კი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ჩანს, რომ სუსი ეძებს რა როლი ჰქონდა კამერების ყიდვის დროს ფასის ზრდაში ქართული ოცნების მინისტრს. გამოძიების ხელთარსებული ინფორმაციით აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ხელოვნურად მოხდა შესაძენი ინვენტარის საბაზრო ღირებულების გაზრდა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. გთხოვთ განუმარტოთ გამოძიებას, რა იცით ამ ფაქტთან დაკავშირებით და საქმის კურსში იყავით თუ არა თქვენ, გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძე.
წარმოდგენა არ მაქვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მე ყველაფერი ჩავატარე კანონის დაცვით. ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან თუ ვინმე იყო შესული უკანონო გარიგებებში, ეს ჩემთვის უცნობია. რა შეცვალეს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია SmartNet შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც დედოფლის წყაროს საუტილიზაციო ფონიჭალის სადემილიტარიზაციო და სამხედრო ცენტრ დელტას ტერიტორიები ჭკვიანი სათვალთვალო კამერებით უნდა აღეჭურვათ. სად წაიღეს 2 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან პროექტისთვის გამოყოფილ ფულს დააკლდა. კამერებით აღჭურვას დედოფლის წყაროს და ფონიჭალის ტერიტორიის ბაზების. მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიეთ თქვენ. არავინ თუ იქნება დაკითხვა გავცემ პასუხი და თუ მეუბნებთ საიდუმლოზე ხო იქნება საიდუმლო საკითხი და ასე რატომ ელაპარაკეთ საიდუმლო საკითხი საიდუმლო მოთხოვნა და შესყიდვა რა შეჭირდებოდა კამერებით აღჭურვა შეგიძლიათ უკაცრავად რა ობიექტებს ავუბროთ იცი თქვენ ხომ არ ახარ გამოძიებთ მე რატომ ელაპარაკები და ოპნოსოცო გამოძიების ინტერესია კონკრეტული შესყიდვა 10 მილიონიან შესყიდვაზე და საუბარია რომ ხელოვნურად იყო ფასი გაზრდილი რომ ბიუჯეტს მიადგა სერიოზული ზიანი ახლა გეკითხებით რა შესყიდვა გაფორმდა და ვინ იყო კავშირში SmartNet-თან უკაცრავად რა მე არ ყოფილი ვარ მეთქე კიდე რაღაცას მიწერდა რა დინა ეს იოსებ ლოლაძეა, კაცი რომელიც სამხედრო სამედიცინო ცენტრ დელტას ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში ხელმძღვანელობდა. ის სათვალთვალო კამერების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რადგან სუსის ფაილების მიხედვით სწორედ მის მიერ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის მიწერილი საიდუმლო წერილის და მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა ჭკვიანი კამერების გასაიდუმლოებული შესყიდვა. იოსებ ლოლაძე დელტას გენერალური დირექტორის თანამდებობას 2024 წლის 1 ივლისამდე იკავებდა. ანუ გამოდის, რომ სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნისას შეცვალეს სამხედრო ბაზების შიდა და გარე ტერიტორიის ჭკვიანი სათვალთვალო კამერებით აღჭურის შესახებ SmartNet-თან დადებული ხელშეკრულება. ლოლაძეს ვკითხეთ, რა შეიცვალა ხელშეკრულების პირობებში, სად დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები და ჰქონდა თუ არა ფასის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით კითხვები გამოძიებას მასთან. უკაცრავად ეს არ არის ეს არის მტრისთვის გაკეთებული საქმე ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა მტრის საქმეს აკეთებს ბატონოსო სხვა რაღაცას ვლაპარაკობ ეს საჯარო თუ საიდუმლო მიმდინარეობს საიდუმლოდ იყოს პასუხები გაცემული და რატო გინდა თორე ეს გამოკითხვაზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული მე არა ვარ მაგას შუაში და რატომ ელაპარაკებით უკაცრავად რა ბოდიში ჯუანშერ ბურჭულაძემ საქმის გულში როდის არ ჩააყენეთ თქვენ როდესაც აღჭურვა დასრულდა კამერები არ დასრულებული კაცო არ გწვენიათ ახლა თქვენ არ გწვენია და მე რატომ უნდა გწვენოთ ბატონოსო გამაგებინეთ სად წავიდა კომპანიისთვის დაკლებული 2 მილიონი ლარი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პასუხისმგებლობას სრულად ირიდებს. ყოფილი ჩინოვნიკი გამომძიებლებს უმტკიცებს, რომ 10 მილიონიანი ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის, ამიტომ ახლა SmartNet-ის მფლობელთან ვცდილობთ გარკვევას, სად წაიღეს კომპანიისთვის დაკლებული ფული. ამოიღეს ეს საბუთები წაიღეს და წავიდნენ იმის მერე არც ვიცი რა ხდება სიმართლე გითხრათ. ავდექით და მივეცით ის მოგვიწერეს ხელი რომ ჩაიბარეს დოკუმენტები და წავიდნენ ეს რამდენიმე თვის წინ იყო წავიდნენ და წავიდნენ ეს ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს ხელშეკრულებები და ეს დამატებითი დანართები რაც თქვენსა და მაღალჩინოსნებს შორის კავშირების დადგენას ცდილობენ წარმოდგენა არა მაქვს არ ვიცი ვერ გეტყვით ვერც დაადგენენ რადგან არც არ მაქვს შეხება არანაირი შეხება ვინ გეკონტაქტებოდათ ბატონომიშა? სამჯერ მქონდა კონტაქტი შესყიდვების სამსახურის უფროსთან ის ბიჭი რო იყო რენტგენის რაღაცაზე რომ დაიჭირეს ხუდუშაურთან. ხო, სამჯერ მქონდა ეს ოფიციალური შეხვედრა, იქ მისული ვიყავი, რომ რაღაცაზე ხელი მოვაწერეთ, ანუ შეთანხმებაზე და ეგ იყო. კომპანია SmartNet-ის მფლობელი შაბათის ეთერს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს უყვება. დგინდება, რომ პირველად კონტრაქტში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ კომპანიას გაუფორმა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ფასის დადგენის პუნქტი არ არსებობდა. ბიუროს ჩართვა მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვეს, როდესაც სამუშაოები უკვე 6 თვის დაწყებული იყო. პირველი კონტრაქტი იყო, რომელიც შეხვდა, რომ არ ეწერა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომ ექსპერტიზა უნდა გაეკეთებინა. და შემდეგ მათ გვითხრეს, რომ უნდა აუცილებლად დავამატოთ ეს პუნქტი. როდესაც დაამატეს ეს
პუნქტი სულ 20 მილიონი რო ყოფილიყო ხელშეკრულების ღირებულება, ხო? ექსპერტიზა მაინც დაწერდა ისე, რომ რა არის მისი თვითღირებულება. რადგან შეცვალეს ეს პუნქტი და შემდეგ, უნდა დაეთანხმო, ხო, იმიტომ რომ ზედმეტი კითხვები რო არ გაჩნდეს შემდეგ, რომ სიტყვაზე, რა ვიცი, აი რაც ახლა ხდება, ხო? ამიტომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეისწავლა, დაადგინა თვითღირებულება და შემდეგ გამოვიდა ესე. 10 მილიონი არ ამიღია. რამდენი აიღეთ? 8,700,000 სადღაც ესე. ჯარის ფულის მოპარვის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნებიდან ციხეს დავიმხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის შეფმა ვლადიმერ ღუდუშაურმა დააღწია. სუსის გამომძიებლებს აღიარებითი ჩვენება მისცა და დიდ კორუფციულ გარიგებაში ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო. თავდაცვის ექს-მინისტრს და მის მოადგილეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა არ არის გამორიცხული ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრს ბრალი დაუმძიმონ. დინარაძის უწყება ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთჯერადი არ ყოფილა და ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციულ დანაშაულს სისტემატიურად ჩადიოდა.